ბარიატრიაზე ჩაგვიწერეთ ვიდეო. ხო, ცდილობ ხოლმე რომ ამაზე არ ვილაპარაკო, იმიტომ რომ რა ვიცი რა გითხრათ, იმიტომ რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ, ხო, არ უხსნიან პაციენტებს რამდენად დიდი ხიფათი მოყვება ნებისმიერ ვარიანტში. ესე კი არა, თქვა ზოგს აქ პრობლემა ამ ოპერაციის მერე და ზოგს არა, ყველას აქვს უკლებელი 100%-იანი გართულებებია, იმიტომ რომ კუჭი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნივთიერებათა ცვლის საწყის ეტაპზე, რომელმაც უნდა დაამუშავოს ცილები. და თვითონ ოპერაციის ტექნიკიდან გამომდინარე, ხა ვერ აგიხსნით ყველაფერს, ხო? კუჭი თავის ფუნქციას კარგავს. და შესაბამისად ხდება სერიოზული დეფიციტი საკვების კი არა, ნუტრიენტების, ანუ ყველა ქსოვილს, ყველა უჯრედს, ყველა ორგანოს სერიოზულ დეფიციტში აგდებდა. როგორც წესი, ეს ძალიან ცუდად მთავრდება თითქმის ყოველთვის. გახდომით მთავრდება. ხო, ეხლა იცი რა, თუ საჭმელს არ შეჭამთ, ეგრევე ისიც ზუსტად ეგრევე გახდებით. აუცილებლად ამოგაჭრა რაღაცა რომ არა, ისიცი როგორ არის, ორლუკმაში დანაყრებული ხარ. დანაყრებული კი არა ხარ, აღარ გეტევ, არ ჩადის. თორე გინდა, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ვიცი რა ხდება შემდეგ. რაც პაციენტებმა არ იციან და ჩემი აზრით, ვინც აკეთებს ამ ოპერაციას, უნდა დაჯდეს და დაწვრილებით 1-2-3 საათის განმავლობაში იმ პაციენტს უნდა აუხსნას და მოუყვეს და გააგებინოს როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და რა პრობლემები ექნება მას მთელი დარჩენილი. გიხსნით კიდევ ერთხელ, ეს იქნება სერიოზული დეფიციტი ყველაფრის. ყველა მაგას ხო მაგრამ ჩემი უჯრედი რომ შიმშილობს მე ვერ ვხედავ. ხო, მაგრამ იწყება მე დაავადებები, პრობლემები. ბევრი კარგად არის. ხო, მე ჯერ არ მინახავს ეგეთი ამდენი წელი. ხო, არა. ხო, გააჩნია ადამიანს შეიძლება იმისი არ იყოს მიტოს რომ ცირკში მიიღებენ და თავით რო ხტება ცირკის სახურავიდან და ოპას იძახის, მაგრამ მე შერბის ოთახში და კამერას დაუყენებენ, ვაი თავიო იძახის. ეგრე შეიძლება ვიღაც დასანახად ადამიანმა არ აღიაროს რომ შეცდომა დაუშვი და ეგ ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ დამიჯერეთ რა. მე არ ვიცი შემთხვევა, როდესაც ამ ოპერაციამ გაამართლა და ყველაფერი კარგად განვითარდა შემდეგ. დამიჯერეთ ის ადამიანები, ვისაც ეს ოპერაცია გაკეთებული, პირველი ოპერაციიდან პირველი 3 წლის განმავლობაში ნებისმიერს დაელაპარაკეთ და მოусმინეთ რა სიტყვიან და მე მიხვდებით რამდენად დღის. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. არავის კუჭი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და თუ კუჭი არ ასრულებს თავის ფუნქციას, შეუძლებელია ორგანიზმმა ნუტრიენტების სრულად მიიღოს. კაი, გავიკეთეთ კუჭის ოპერაცია და მივიღეთ აი ეს სპექტრამაქსი, ენკომბა 360, ომეგა 3. ეს არის დიდი ნაწილი ნუტრიენტებისა. ნუტრიენტებში შედის ამინომჟავები, ცილა აუცილებელი, ცილა რომელიც უნდა ამინომჟავებამდე დესტრუქტურიზდეს, ანუ უნდა დაიშალოს ამინომჟავებამდე. როდესაც კუჭი აღარ არსებობს, მის მჟავა არ არსებობს სფინქტერი, რომელიც აკავებს ცილებს კუჭში, შეუძლებელია ცილა დაიშალოს იმ კომპონენტებამდე, რომელსაც ორგანიზმი თავისუფლად იფისებს. ცილის დეფიციტში ვარ. ცილის დეფიციტში, ცილის გარდა კუჭი კიდევ სხვა ბევრ ფუნქციას ასრულებს, ყველაფერი ფიზიოლოგია, ანატომია სხვა მოუყვები. ყველა ვარიანტში ბარიატრიული ოპერაცია ჩემი აზრით არის ძალიან სერიოზული პრობლემა, სერიოზული შეცდომა. და კიდევ ერთხელ, ხო, სანამ გადაწყვიტავთ ამის გაკეთებას, მოთხოვეთ იმ ქირურგს, რომელმაც ჩაგიტაროთ ეს ოპერაცია, დაწვრილებით მოგიყვეთ, რას უნდა ელოდებოდეთ ოპერაციის შემდეგ. და თუ ეს ახსნა ის არის დაშვებული. საერთოდ არა დაშვებული. 300 კილო რომა ადამიანი აბა რაქნა. რაქნას და უნდა დაждომა უნდა და ლაპარაკი და ახსნა რა უნდა გააკეთოს და თუ ადამიანს ნებისყოფ არ ყოფნის თვითონ უნდა იცოდეს რაზეც მიდის და რასაც მიიღებს. ხო და არ არის ეს გადაჭარბებული შეფასება, ეს არის ობიექტური შეფასება და იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად. მანამ სანამ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, სერიოზულად მოაყოლეთ იმ ქირურგს, რა შეიძლება მიიღოთ ოპერაციის შემდგომ.